თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, დაკავებული გიორგი ქემოკლიძის სახელი და გვარი მან პირველად ტელევიზიიდან გაიგო და აქამდე მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ასე პასუხობს ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტი სუსის მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ თითქოს ბაჩიაშვილმა პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის დახმარებით საკუთარი თავის ცემის ინსცენირება მოაწყო. სუსმა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გიორგი ქემოკლიძე გუშინ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს. მამუკა მდინარაძის უწყება ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გიორგი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში სხვა პატიმარი შეიყვანა. როგორც უწყებაში ამბობენ, მისი შესვლისთანავე ბაჩიაშვილმა წინა გამოცდილების გათვალისწინებით ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა მასთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბიზნესმენის ადვოკატის ლევან მახარაშვილის თქმით, ბაჩიაშვილისთვის აბსურდულია ის ვერსია, თითქოს ერთ რიგით პატიმარს იმის გადაწყვეტა შეუძლია, რომელ პატიმარს ვის საკანში შეასახლებენ. როგორც ადვოკატი ამბობს, თუ კი არსებობდა რაიმე სახის ოპერატიული ინფორმაცია, ამ ყველაფრის პრევენცია ბაჩიაშვილის განცალკევებით მოთავსებით იყო შესაძლებელი. სუსის მსგავსად დღეს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილმა მასზე ძალადობის ინსცენირება მოაწყო. ეს აჩვენებს უბრალოდ ერთი, რომ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზე არის ადამიანი წამსვლელი და მეორე ეს აჩვენებს, რომ ის ფული, რომელიც მას აქვს ამ ხრივ თაღლითურად მოპარული, ეს ფული სადღაცას არის, ვიღაცა აძლევს საშუალებას, რომ ეს გამოიყენოს და რა თქმა უნდა, დიდ თანხებზეა საუბარი და ეძლევა შესაძლებლობა მოისყიდოს, ესე იგი ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედი დამთავრებული. კბილის სიტყვით თუ ვინმე დაარწმუნა, არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით ერთის ხრივ ფული და მეორეს ხრივ ის, ვინც მას მფარველობს, ხომ ეს ერთი არის, რომ კონდეს ფული და იყიდოს სტატიები, მაგრამ მეორე არის, რომ მარტო ფულითაც სტატიებს ესე ვერავინ შეიძლება ესე ვერ იყიდო, თუ არ გაქვს მათ შორის პოლიტიკური მხარდაჭერა იმ მედია საშუალებების მაკონტროლებელი ჯგუფების მხრიდან. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ჯარიმა შინაპატიმრობა ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გიორგი ქემოკლიძის ბრძანებით 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელ საკანში შეასახლეს ერთი პატიმარი. აღნიშნული სამსახველი მტკიცებულების განადგურების მიზნით ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსმა კვლავ გიორგი ქემოკლიძის ბრძანების შესაბამისად გათიშა გიორგი ბაჩიაშვილის საკნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების პირდაპირი რეჟიმით გადაცემის გამოსახულება, რის შემდეგაც ასევე მითითების შესაბამისად წაშალა ვიდეო ჩამწერ მოწყობილობაზე არსებული ჩანაწერი. აღნიშნული მიზნად ისახავდა, რომ არ დაფიქსირებულიყო გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტი, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. გიორგი ქემოკლიძის დაკავებას ეხმაურება ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტრო. უწყება სუსის გუშინდელ განცხადებას იმეორებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საკანში ცემის ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად სწორედ იუსტიციის სამინისტროში დაიწყო, შემდეგ კი გარემოებებიდან გამომდინარე სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა გადაიბარა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებაში მხილებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებების ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მომსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გამოძიებასთან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით იუსტიციის სამინისტროს მოკვლევაში ფიგურირებდა გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი, რომელიც 7 ოქტომბერს ფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. ეს მას შემდეგ, რაც 11 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ფინანსისტმა გიორგი ბაჩიაშვილმა გოგობერიშვილის ზეწოლაში დაადანაშაულა. ბაჩიაშვილი წერდა, რომ საკანში მასზე განხორციელებულ თავდასხმის
თქმამდე 3 დღით ადრე ის დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ივანიშვილისთვის საბანკო ანგარიშების, კრიპტოვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია. 21 აგვისტოს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ შესაძლოა კონკრეტული თანამშრომლები მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილის შეთანხმებულად მოქმედებდნენ.